ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები, ხოლო ჩვენს დღევანდელ ეთერში სტუმარი იქნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია. მოგესალმებით ბატონ მამუკა, დიდი მადლობა გვიხარია თქვენი ხილვა კიდევ ერთხელ ჩვენს სტუდიაში. მოგესალმები თენგო, მიესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. დღეს გვინდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთზე, იქ მიმდინარე პროცესებზე, ირანსა და ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტზე, რომელიც ფართოვდება და უკვე მოიცვა რეგიონის ქვეყნებიც. ზოგადად ასეთი ტიპის კონფლიქტი, ამ კონფლიქტს კონკრეტულად ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ აქვს ღრმა ისტორიული ფესვები და ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული მოვლენები, ხო მართალია? ამდენად ვარაუდი სწორი იქნებოდა თუ ვივარაუდებდით, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში მხოლოდ შეიარაღების რაოდენობა ან ტექნოლოგიები არ არის ხოლმე მე საბოლოო შედეგების განმსაზღვრელი და ალბათ უფრო ისტორიულ წიაღში უნდა ვეძებოთ როგორც დაწყების მიზეზები, ასევე შესაძლო სამომავლო პროგნოზებიც. თავიდან რო ვთქვათ, აი, რამდენად იყო მოსალოდნელი ახლო აღმოსავლეთში, რომ ადრე თუ გვიან ეს კონფლიქტი აუცილებლად დაიწყებოდა და რატომ რამდენად შესაფერისი დრო არის ეხლა აი ამ ყველაფრისთვის? რატო შეარჩია ეს მხარეებმა მაინდამაინც ეს პერიოდი? საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს საომარი მოქმედება, საომარი რიტორიკა, რაც დღეს მსოფლიოშია, ცოტა მე გადაჭარბებულად მეჩვენება, მაგრამ ჩვენ რომ ისტორიული პერიპეტიები წარმოვიდგინოთ და ის გენეზისი რაც ხდებოდა, ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ აი რაც შეეხება კონკრეტულად ირან ამერიკის დამოკიდებულებას, ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ როდესაც ირანში შეიცვალა პოლიტიკური რეჟიმი 79 წელს და ხელისუფლებაში მოვიდა აიათოლა ხომეინი, ანუ თეოკრატიული სახელმწიფო, ისლამური სახელმწიფო გახდა, აი 79 წლით დაწყებული ამერიკა და ირანი არიან მტრები. სხვა შორის ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა, როდესაც აიათოლა ხომეინი, რომელიც ემიგრაციაში იყო და გაგდებული იყო, წასული იყო ირანიდან, ბოლოს საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობდა და თავის გამოსვლებს კასეტებზე წერდა და ისე აგზავნიდა ირანში და საინტერესოა ორივე სპეცსამსახურები, რუსეთის იმჟამიდელი საბჭოთა კავშირის KGB და ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახური მუშაობდნენ, ცდილობდნენ რომ ხომეინი, ანუ მისი ძალა თავის მხარეს გადაებირა და ხომეინიდან გენიალურად ითამაშა რა, ორივე სპირდებოდა რომ როგორც კი რევოლუცია მოხდებოდა, პროამერიკულ მხარეს დაიჭერდა და პროსაბჭოთა. ანუ აი ამ გადატრიალებაში, ანუ ამ რევოლუციაში ლატენტური მხარდაჭერა ჰქონდა მას. და როდესაც მოხდა რევოლუცია და მოვიდა ხელისუფლებაში ხომეინი, უკვე მოხდა ისე რომ მან არ საბჭოთა კავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატების კურსი არ აიღო. ბოროტებად გამოაცხადა ბოროტების ორივე გამოაცხადა და სხვა შორის, როდესაც მერე მოუწყვეს პროვოკაცია და ჩართვეს 8 წლიან ომში ერაყთან, საოცრება ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ეხმარებოდა ერაყს ირანის წინააღმდეგ საბრძოლოდ. ეს ნამდვილად ასე იყო, ხო? მაშინ არაბული ლიგა ებრძოდა ირანს და ირანს ებრძოდა მხარდაჭერა. სხვა შორის მინდა ხო, ამერიკაც და საბჭოთა კავშირიც ეხმარებოდა შეიარაღებითაც და სამხედრო ინსპექტორებითაც გაგზავნილი საბჭოთა კავშირი და ამერიკა მაშინ ემთხარეს იყვნენ. იმიტომ რომ ხომეინის პოლიტიკა, რომელიც აღებული იყო წმინდა და უშოთ ნეიტრალ, ანუ არ
მხარდაჭერაზე არის ამერიკის და საბჭოთა კავშირის და ერთი მინდა აღვნიშნო კიდე რომ ხომეინი საკმაოდ ისეთი პიროვნება იყო, ხო, ჩაკეტილი და მას არანაირი შეხვედრები სახელმწიფო ლიდერებთან არ ქონია, ორადორი შეხვედრა მან შეხვედრა ქონდა მასთან ლიდერებს, ეს გახდათ პალესტინის განთავისუფლების ლიდერი იასერ არაფატ შეხვდა პირადად აუდიენცია რამდენიმე წუთიანი და მეორე იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ შევარდნაძე, შევარდნაძე ძალიან კარგად აქვს ხომეინისთან შეხვედრა აღწერილი თავის მემუარებში. რამდენიმე წუთიანი შეხვედრა იყო, იქაც საუბარი იყო წერილზე, რომელიც ხომეინი მიწერა გორბაჩოვს და შევარდნაძე პასუხი ჩამოუტანა, სადაც ხომეინი წერდა რომ საბჭოთა კავშირი არის ბოროტების საით და ხო, ეუბნებოდა, თხოვდა რომ ურჩევდა რომ ეს კომუნიზმისთვის და სოციალიზმისთვის ეღალათ და სხვადასხვა შეგონებასავით, სხვა შორის ძალიან კაი პოეტი იყო, ლექსებიც აქვს საინტერესო და კაი თარგმანები აქვს წენოლე მაგალითო დუოს სპარსულიდან აეტოლა ხომეინის. მოკლედ ხა ხომეინის პიროვნება ერთი მინდა კიდე ძალიან საინტერესო ფაქტი მოუყვე ჩვენს მაყურებელს 60-იან წლებში, როდესაც დაიწყო გამოსვლები რეზა ფეჰლევის ანუ შახის წინააღმდეგ, მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ირანი აი ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აშკარად წმინდა პროდასავლური კურსი ჰქონდა აღებული შახის რეჟიმს და ანუ ფაქტიურად ყველაფერი იყო ანგლოსაქსების და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის რომ როდესაც შახმა გადაწყვიტა სპეცსამსახურის შექმნა, ანუ იქაური უშიშროების სამსახური, რომელსაც ერქვა სავაკი, ეს პირდაპირ იყო მოსადისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის შექმნა. ანუ მათ შექმნეს ეს სამსახური და ისინი უშუალოდ უწევდნენ ამას კურირებას. ხომეინი იყო დაპატიმრებული 60-იან წლებში და შახს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი სიკვდილი დაისჯა. მაგრამ სავაკის იმჟამენდებმა ხელმძღვანელმა საკმაოდ განათლებული და რაფინირებული ინტელიგენტი იყო ჰასან პაკრავანი, ასეთი პიროვნება, განათლებული დიპლომატიის ოჯახში გაზრდა, თვითონაც მან შეაგონა დააწმუნა შახი რომ ხომეინი არ დაეხვრიტათ და მან გადაარჩინა პირადად ხომეინი დახვრეტას და როგორ გადაუხადა, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, მეორე წუთს უკვე ეს კაცი დახვრიტა. ეს ახლა ცოტა სერიოზული გადახვევა. ეს პერიოდის გახსენება მართლა საინტერესოა, იმიტომ რომ მე მაგალითად ხშირად შეხვდება ახლა Facebook-ზე სხვადასხვა გვერდები, რომლებიც ჩემი შეფასებით ეს არის მინდა პროპაგანდისტული გვერდები იმ გაგებით, რომ როგორც ერთი ისე მეორე მხარე ძალიან აქტიურად იყენებს საქართველოშიც, მათ შორის აი ამ სოციალურ ქსელში პროპაგანდას. ხშირი არის ხოლმე, როდესაც აი შახის რეჟიმზე მანამდე სანამ მოხდებოდა ეს ისლამური რევოლუცია, იქნება ასეთი შეხედულება, რომ ეს იყო უაღრესად ლიბერალური ძალა, რომელიც არ ასოცირდება მაგალითად რეპრესიებთან, რომლებსაც მეტი თავისუფლება ჰქონდათ მოქალაქეებს, მეტი თავისუფლება ჰქონდათ ქალებს, იყო რაღაც პოლიტიკური პლურალიზმი, არა და თქვენ ახლა თქვით რომ მაგალითად ხომეინის სიკვდილი დაჯასასაბრი. ანუ ესეთი მეთოდები არ იყო არც შახის რეჟიმისთვის, ნამდვილად იყო. რეპრესიული სერიოზული რეპრესიებიც ჰქონდა ჩატარებული. რა თქმა უნდა, სერიოზული რეპრესიები, დაჭერები, დახვრეტები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის შახის რეჟიმის და თვითონ გავლენა, ხო, ირანის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და თვითონ სოციუმზე. ეს არის ის რომ არაპოპულარული გახდა. დღესაც მაგალითად მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც უკანასკნელი შახის შვილი გამოიყვანეს, ხოჭურის ეს უძახი ძალიან მიდრეკილია სუიციდისკენ. ამის მამას თავი მოიკლა და ამაზე ძალიან აი ეს შახის შვილი, ხო? მას არა, იცით, არ არის საფუძველი ნიადაგი იმისა, რომ მონარქია და შახის რეჟიმი აღდგეს. ეხლა უყურეთ, ეს ისეთი რეგიონია, რომ სადაც ყველგან ფაქტიურად მონარქიულია, ხო? ყველა მეზობელ ქვეყნებში ყველგან მონარქია. რა თქმა უნდა, არაბულ ქვეყნებში. და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ უნდა აგვერიოს არაბული ქვეყნები და ირანი აბსოლუტურად ცალკე განზომილება, განყენებული ცნება და სხვაობა იდენტობაში, კულტურაში, ენაში, მიუხედავად იმისა, რომ ფარსი, არაბული იმით სხვაობა ძალიან დიდი ყველანაირ მოცემულობაში. მათ შორის რელიგიური არაბებმა კი არის მუსულმანური. არაბებმა ისლამი შეიტანეს არაბებმა და მე მინდა ჩვენს მაყურებელსაც შევახსენო ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ ფაქტიურად ირანს
მართავდნენ თურქული ტომის წარმომადგენლები, ანუ ჩვენ დღევანდელ ენაზე რო ვთქვათ თურქები, ანუ სამეფო დინასტიები, რომლებიც ირანში იყო, აი დაახლოებით მე-12 საუკუნიდან დაწყებული სულ არის თურქები, ის ავადსახსენებელი შაჰაბაზის სეფიანი თურქები იყვნენ პლუს აგერ ავადსახსენებელი აღა მაჰმად-ხანი ყაჯარების დინასტია, ნუ ახლა ამბობენ ბოლო დინასტია ეს იყო ფეხლევების დინასტია, სადაც ორი შახი იყო მამა და შვილი, მაგრამ ამბობენ რომ მაზანდარანიდან არიან, მაგრამ წარმოშობით, მაგრამ დედითი შახი იყო აზერბაიჯანელი, ასე რომ აქაც ესეც არ არის წმინდა სპარსული დინასტია. ანუ ფაქტიურად იყო აზერბაიჯანში ცხოვრობს დაახლოებით, აი ბოლო მონაცემებით 10%, ნუ სადღაც 15 მილიონი აზერბაიჯანელი, ანუ თურქი წარმოშობით, ეს საკმაოდ ძლიერი ძალა არის და იმდენი უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე თვითონ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში დაახლოებით 9-10 მილიონი მოსახლეა და ერთი მინდა კიდე ჩვენს მაყურებელს უთხრა ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ ირანის ისლამური რევოლუციის ჩატარებაში, მოხდენაში მისი ლიდერშიპის იყო ძირითადად აზერბაიჯანული წარმოშობის ხომეინის გარდა, ხომეინის სპარსია, მაგრამ ხომეინის გარდა ლიდერები რევოლუციის გახლდათ აზერბაიჯანო-თურქული წარმოშობის დღევანდელი აი გარდაცვლილი რახბარის ხამენეის აზერბაიჯანელია, ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჯადი აზერბაიჯანელია, დღევანდელი პრეზიდენტი პეზექშიანიც აზერბაიჯანელია, ანუ თურქი წარმოშობით და ფაქტიურად ეს აი ლიდერშიპიც აზერბაიჯანული წარმოშობის არის. სხვა შორის ირანში მე ყოველთვის აი მიკვირდა მე მინდა აი ეს ომის თემას შევეხო და საინტერესო მომენტები ეხა ამერიკის შეერთებული შტატების და არც ნატოს და დაუშვათ თვითონ ამერიკის მის სპეცსამსახურებს და განსაკუთრებით მოსადს არ ეშლება, ხო? ასე ესეთ აი ასე მოუფიქრებლად, სპონტანურად და სტიქიურად შეტევა არ ხდება. მან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ აი საჰაერო დაბომბვებით დაუშვათ რეჟიმს და სისტემას ვერ შეცვლი. ხო გამორიცხულია, ხო? აი მოკლეს ხამენეი მოვიდა პოლიტიკური ელიტა. მე რა სისტემა დარჩა, ხო? მე ახლა მიკვირს იცით ახლა მე არაფერს არ ვასწავლი, მაგრამ ალბათ მოსამზადებელი სამუშაოები, ანუ კონცეპტუალური მიდგომა, თეორიული, რომ შიგნით როგორ შეიძლება ირანი არის 100 მილიონი დაახლოებით, ხო, 100 მილიონიანი ჰეტეროგენული ქვეყანა არის, სადაც მრავალი ეროვნებები ცხოვრობენ და რომელთაც შეუძლიათ მათი გამოყენებით შიგნით დაეწყოთ არეულობა და უშუალოდ დეზინტეგრაციას პროცესები და შიგნით დაეწყოთ, ხო და უზე დეზინტეგრაცია დაწყებულიყო და ანუ შიგნიდან დაწყებულიყო. ეს თავისუფლად შეუძლიათ, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ რეგიონში და განსაკუთრებით ირანში მოსადი და თქვენ კარგად იცით, რომ ეს გენერალი ყასი მე მგონი რომელიც ინფორმაციას აწვდიან, მან მიაწოდა ყველა ინფორმაცია მოსადს, აი მისი აგენტი იყო და ეს თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, რომ ეს არ ვერ გამოიყენეს. თქვენ თუ გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ამ სპეცსამსახურებმა იქ ტალღა აწიეს პროტესტის, თქვენ დააკვირდითო როგორი თან უმნიშვნელო მიზეზზე, ხო, რაღაცის ფასის მომატებაზე სპეცსამსახურა თქმა უნდა, ეხლა მოსადის და ხო, ეს იყო ისინი დააკვირდნენ სიტუაციას, მაგრამ ვერ აიყოლიეს, ანუ ვერ შეძლეს მთლიანად ჩაბმა და ანუ ეთნიკური ნაციონალური ინტერესი კუთხით მიესად. ანუ თუ ირანის დაშლა მოხდა, ეს ირანი დაიშლება შიდა აფეთქებები და შიდა ნაციონალური დაპირისპირება. აი აზერბაიჯანული თემი ახსენეთ თქვენ და ირანისთვის მართლა ტრადიციულად აი ეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემა შეგვიძლია ალბათ ამას დავარქვათ, იყო ხო ტრადიციული პრობლემა, მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისში რამდენადაც ცნობილია, სწორედ აზერბაიჯანული თემის მნიშვნელოვანი გამოსვლები იყო ქალაქ თავრიზში თუ სურათ მახსოვს. თავრიზი მაგათი დედაქალაქია. გამოაცხადეს კიდეც საკუთარი რესპუბლიკა. 46 წელს, მაგრამ ქურთებმა გამოაცხადეს. ეხლა უყურეთ. ძალიან საინტერესო მომენტია, ეს არის ირანში დაუშვათ, აი წინასწარი მოცემულობით, რომ დაიწყოს შიდა დეზინტეგრაციული პროცესები, იქ შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიმართულებით. ირანში საკმაოდ ძლიერია გითხარით ეს აზერბაიჯანული ლობი, ანუ აზერბაიჯანელები ეთნიკურად
იქ გახლავთ ბელუჯები, საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ ესეთი მძლავრი მიმართულების, ის ქურთები, არაბები და სხვადასხვა თურქული ტომები, თურქმენები, უზბეკები და ასე შემდეგ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ორი მოსამართლე არის აზერბაიჯანები და ქურთები. ძალიან საინტერესოა აი ქურთების მიდგომა და ქურთებთან დაკავშირებული. აზერბაიჯანში ცხოვრობს დაახლოებით ალბათ 10 მილიონამდე ქურთი. ეს არის უნიკალური ერი და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოს ისტორიაში არ არის პრეცედენტი იმისა, რომ დაახლოებით რო ავიღოთ ახლა მთელი სოფლიოს მასშტაბით ქურთები ცხოვრობენ 50-53 მილიონი და ხალხ სახელმწიფო არა აქვს. ესენი იბრძვიან სახელმწიფოებრიობისათვის. ქურთები ცხოვრობენ ერაყში, ირანში, სირიაში და თურქეთში. 4 ქვეყანაში ცხოვრობენ. საკმაოდ ძლიერი არის ერაყული თურქისტანი და იცით თქვენ რომ საკმაოდ დიდი დაპირისპირება და პერმანენტული ომები აქვს თურქეთს ქურთების წინააღმდეგ ქურთების მუშათა პარტია და მათი ლიდერი ოჯალანი დაკავებულია და მუდმივი პატიმრობა აქვს. ანუ რის თქმა მინდა რომ ამ რეგიონში საკმაოდ სერიოზული მოთამაშეები არიან ქურთები. თქვენ დააკვირდით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი შევიდა ერაყში და ერაყთან ომი მან ქურთების დახმარებას გამო იქ შეპირდნენ ქურთებს რომ თქვენ ავტონომიას მოგცემდნენ და ამიტომ ქურთებმა იომეს და ერაყში რა თქმა უნდა მე არ იგივე სირიაში იმ რეგიონში ქურთები სადაც ცხოვრობდნენ და ბაშარ ასადის ჩამოგდებაში ერთ-ერთი დიდი როლი ითამაშეს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ქურთები იყვნენ წინა პლანზე ანუ რის თქმა მინდა რომ თურქების გამო რომელიც კატეგორიული წინააღმდეგები არიან ამისა რომ ქურთებს მიეცეთ სახელმწიფოებრიობა ამერიკას ვერაფერს ვერ შვება იმიტომ რომ ამერიკის ძირითადი საყრდენი ძალა და ძირითადი მოტივატორი ამ რეგიონში არის ეხლა გინდა არ გინდა თურქები და თურქებზე იყო აქცენტი აღებული ამერიკის შეერთებული შტატების რომ თურქები თუნდა ჩანაცვლება ირანის რომელსაც აქვს პრეტენზია რომ ის იყოს რეგიონში და არა მარტო რეგიონში სრულიად ისლამურ სამყაროში ლიდერი. ამიტომ არის ირანი, რომელიც აფინანსებს ჰეზბოლას, ჰუსისტებს, ჰამას და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ისტორიული ერთი პასაჟი მინდა ჩვენს მაყურებლებს შევახსენო. პირველი მსოფლიოს დამთავრების შემდეგ, როდესაც თურქეთის, ანუ პირველმა მსოფლიო ომმა დაანგრია ფაქტიურად დაინგრა ოსმალეთის იმპერია, გამარჯვებულმა ქვეყნებმა ანტანტის გადაწყვეტეს რომ ოსმალეთის იმპერიის ყოფილი კოლონიები გადაინაწილებინათ და ერთა ლიგამ ეს კოლონიები რამდენიმე ნაწილად დაყო A, B, C და ჯგუფები, სადაც თავიანთი მოცემულობები შეიყვანეს და იქ რა მოხდა იცით 1920 წელს ჩატარდა სევრის კონფერენცია სადაც სევრის კონფერენციაზე თურქების საკითხი უკაცრავად ქურთების საკითხი იხილებოდა და სევრის კონფერენციამ 1920 წლის კონფერენციამ გადაწყვიტა რომ შეექმნა თურქების ქურთების სახელმწიფო კი აი გადაწყვეტილი იყო პლუს ამას აქ ძალიან საინტერესო მომენტია რომ ამ სევრის კონფერენციაზე სომხებიც იყვნენ მიწვეულები სომხები უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო ჩვენ კარგად ვიცით 18 წელს სომხე საქართველოს სომხებმა და აზერბაიჯანმა ხო დღეების გამო დაიშალა და გამოაცხადეს და სომხებს ანატოლიის ნაწილს აძლევდნენ თურქეთის უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი მაგრამ მოხდა რა იმპერია დაიშალა ოსმალეთის იმპერია რომელიც 7 საუკუნის განმავლობაში 1299 ნუ 1300 წლიდან ჩავთვალოთ არსებობდა და უკვე იქ ჯარები იყო შეყვანილი თქვენ კარგად იცით ბრიტანული ჯარები და უკვე ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო ქამალ ათათურქის მეთაურობით და თურქებმა უკვე ზეწოლა მოახდინეს და არ გარისკა ბრიტანეთმაც, საფრანგეთმაც, რომ თურქების წინააღმდეგობაში ჩავიდნენ, მათ თურქები ჭირდებოდათ, ხო, რესპუბლიკური წყობა იყო და ამიტომ 1923 წელს ლოზანის კონფერენციაზე უკვე ეს ყველაფერი არ შეაჩერეს
და დატოვეს status quo როგორც იყო. ანუ ისრაელთან დაკავშირებით გარის ისრაელის მე თქვენ გითხარით რომ რატომ მოხდა გადაინაწილეს გამარჯვებულმა ქვეყნებმა ისრაელი და პალესტინა და ტრანსიორდანია ანუ იორდანია შეხვდა ბრიტანეთს ლივანი და სირია შეხვდა საფრანგეთს იქ ჰოლანდი იყო იტალია და სხვათა შორის მაგრამ ეძლიერი ქვეყნები და მანდატი იყო ბრიტანეთის მაგრამ ეხლა მოდით რა პირდაპირ თქვათ აღუნიშნოთ რომ ისრაელის სახელმწიფოც არის უდიდესი დამსახურება იოსებ სტალინის რომ არა სტალინი ისრაელის სახელმწიფო არ შეიქმნებოდა ეს ნუ ეს ცალსახაა ეხლა ვისაც უნდა როგორ მიიღოს რანაირად მიიღოს გინდა სტალინისტი გვეძახონ და გინდა კომუნისტი გვეძახონ ისტორია ისტორიული ფაქტი ასეთია და ერთი მინდა კიდევ თქვა რომ ძალიან საინტერესო ფაქტია კიდევ ერთი ის როდესაც ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა ხო და ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრემიერ-მინისტრი გახდათ დავით ბენ-გურიონი ისრაელს თავის ისტორიის განმავლობაში დაახლოებით 80 წელია ხო არსებობს ყავდა 15 თუ 16 პრემიერ-მინისტრი რა აი ეს დაახლოებით ხა ლიდერი არის ნეთანიაჰუ და 30 წელზე მეტია თავის აი გამოტოვებებით პრემიერ-მინისტრია რამდენიმე აი პირველი რამდენიმე 5-6 პრემიერ-მინისტრი თენგო იყო რუსული წარმოშობის დავით ბენ-გურიონის გოლდა მეირის ისხაკ რაბინიც რუს ებრაელებს რომ რუსკი ეს ის ებრაელები არიან როდესაც რეჩ პოსპოლიტა რომ დაიშალა 1795 წელს ეს ტერიტორიები ეკატერინა მეორემ რუსეთისკენ წამოიღო და დღეს სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს აი ზუსტად აქ იყო ევროპაში კომპაქტურად დასახლებული ებრაელები დონბასის ზუსტად უკრაინა ბელორუსის მხარე ხო ძირითადად უკრაინა ბელორუსი აი ეს რომ წამოიღო ეს მხარე თავის ებრაელების წამოაყოლა აი ზუსტად ეს ებრაელები არიან და 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის ლიდერები ლენინის და ტროცკი, კამენევი, ზინოვიევი და მსხვერპლი ეს კამარილი ესენიც ყველა ის ებრაელები არიან იქედან წამოსულები. ანუ უდიდესი როლი აქვს შესრულებული ესე რომ ვთქვათ, აი რუს ებრაელებს, ხო? რუს ეხა გოლდა მეირი უკრაინაშია, კიევშია დაბადებული, იცხა ბენახიმ ბეგინის, იცხა ხო, აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია, ეს რუსული წარმოშობის იქ აქვს განათლება მიღებული, დაბადებული და გაზრდილები. ხო და აი ეს მომენტი იყო შექმნა ისრაელის სახელმწიფოსი და ამიტომ ვამბობთ რომ აი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ეს შეიძლება დაუშვათ დაეწყოთ შიდა მუშაობა გამოიწვია ეს დაპირისპირება და მე შეიძლება უკვე დაყოფილიყო ირანი რამდენიმე ნაწილად აი ეს ამითაც მაგრამ აი სამწუხაროდ თავიანთი ხედვით რატომ იჩქარეს ეს მაინც პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული და იმაზეა დამოკიდებული რომ სერიოზული არის ნდობის ფაქტორი და სერიოზული გამოკითხვებით დაცემა რეიტინგის თვითონ ტრამპის და დარჩა მართლაც ასეთი შთაბეჭდილება რომ და თან თავიდან ეს შთაბეჭდილება დარჩა თავად განცხადებებიდან გამომდინარე რაც აკეთებდა ნეთანიაჰუ და რასაც აკეთებდა დონალდ ტრამპი პირველ დღეებში რომ აი თითქოს ჩვენ მოვკალით ლიდერი და ეხლა ირანელმა ხალხმა აიღოს ხელში ძალაუფლება ანუ თითქოს მართლაც ჰქონდათ იმისეთი გათვლა და ილუზია როგორც ჩანს შეგვიძლია ალბათ ამას ილუზია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უწოდოთ რომ იქ ლიდერების განადგურება გამოიწვია რეჟიმის დემონტაჟი. რა არის ეგო ისე ეხლა შეცდომები ცოტა მართლაც ცოტა ისე მეჩვენება ისეთ ეხლა ასეთ სიტუაციაში ასეთი მასშტაბური დაპირისპირება და ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი რომ შენ ესეთი ილუზია გქონდეს ცოტა აი ძალიან უცნაურია როგორც მინიმუმ კი სხვა ეპიტეტებს არ ვხმარო. ნუ გამორიცხულია რა. საინტერესო არის აი თქვენი აზრის მოსმენა მინდოდა ხშირად მოლოდინი იყო ასეთი რომ თუ კი მოხდება სულიერ ლიდერის მკვლელობა ეს ავტომატურად ნიშნავს შიიტური ჯიჰადის გამოცხადებას და ეს არის მართლაც ნუ თუ ყოველ შემთხვევაში ინფორმით გამოცხადდება ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ წარმოდგენა გვაქვს მართლაც საშინელი რამ არის ხო შემდეგ უკვე ყველა მუსულმანს შიიტს ეძლევა ვალდებულება ასე ვთქვათ რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს წმინდა ომში და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება ამ ყველაფერმა შეიწიროს რამდენად არის ეს მართლაც ასე საინტერესოა მართლაც ასე ხდება ხოლმე ჯიჰადის გამოცხადება თუ აი რა ვითარებასთან გვაქვს დღეს საქმე როდესაც ჯერჯერობით აი რაღაც ეს რელიგიური ნიშანი ამ ომში ნაკლებად ჩანს ხო? რა თქმა უნდა, ხა ჯიჰადის გამოცხადება ასე მარტივი არ არის.
ჯიხადი ქონდა გამოცხადებული თუ არ ვცდები მახსოვს ეს თურქებს 14 წლის პირველ მსოფლიო ომში კი ბატონო ეხლა ჯიხადის გამოცხადება ასეთ მარტივი არ არის მისი პრეროგატივა გამოცხადების აქვს რა თქმა უნდა აიათოლებს მაგრამ ის სავალდებულო არ არის სავალდებულო არის რახბარის ანუ უზენაესი ხელისუფლის მიერ ირან შეიტური ჯიხადის გამოცხადებას ძალიან ბევრი პირობა უძღვის და მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე მისი აუცილებლობა არ არის და არც გამოცხადდება ეს ამ ეტაპზე ვფიქრობ მე სულ სხვა კუთხით მინდა კიდე თენგო გავამახვილოთ თქვენ და ჩვენი მაყურებლის ყურადღება რომ დღეს მიმდინარე პროცესები რაც ირანში ხდება და ირანის ირგვლივ რეგიონშიც ეხლა თქვენ დააკვირდით ხო იბომბება ირანის მხრიდან ის რეგიონი ადგილები სადაც არის განთავსებული ამერიკის ბაზები და საიდანაც იბომბება ხო მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ რეგიონში რომელსაც არაბული სამყარო ქვია ანუ ირანის სამეზობლო ბაჰრეინი, კატარი, კუვეიტი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირები, ომანი და ასე შემდეგ ყველგან არის ამერიკული ბაზები. მეტნაკლებად ყველა ქვეყანაში დგას, ყველაზე ძლიერი ამერიკული ბაზა არის ფლოტი, ეს არის მეხუთე ფლოტი, კი ბატონო, ბაჰრეინში. ხო და აი აქედან მიდის ყველა ეხა უყურე ძალიან საოცარი ის არის იცით მეტამორფოზა ჩვენ ადრე გქონდა ამ თემებზე საუბარი ზუსტად მე და თქვენ თენგო რომ ვერ მოხდა ამ ქვეყნების ამერიკანიზაცია ანუ ამერიკამ ვერ შეიტანა ამ არაბულ ქვეყნებში ეგრეთ თავისი დემოკრატია ხო ახლა დააკვირდით ამერიკის დამოკიდებულებას ხო ითხოვს ყველგან მთელ სოფლიოში რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, ანუ დემოკრატიის ერთ-ერთი თავალი პრიორიტეტი, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არჩევითობა, ხო ეს არის, ხო დემოკრატია, რასაც ამერიკა ყველას თხოვს და იგივე ერაყში მაგიტომ იყო დაუშვათ იმის გარდა რომ საწყალ ხუსეინს ატომის ბომბი დააბრალეს და სხვაგან ყველგან ირანშიც ადამიანის უფლებები. ეხლა მე თქვენ კითხვას გისვავთ, ხო? აი რომელ ქვეყანაში არის თქვენი ცით რომ საერთოდ არც საუდის არაბეთში არც პარლამენტი და საერთოდ ეს ორგანო არ არსებობს. აბსოლუტური მონარქიის ქვეყანაში ხო, არ არსებობს. არის ზოგიერთ ქვეყნებში რომელსაც მაინც სიმბოლურად აქვს. კატარში როდის იყო საპარლამენტო არჩევნები, იცით? პირველი 2021 წელს. ეხლა ჩატარდა პირველი საპარლამენტო არჩევნები. კატარინო საემიროა, როგორც ასეთი და ჩატარდა და იქ როგორ არის იცით რომ ეხლა შესწორება შეიტანეს 2024 და ეხლა უკვე ემირი ნიშნავს ანუ შურა ქვია საკონსულტაციო საბჭო დაარქვეს და იქ ყველა ეს დეპუტატი ეგრეთ წოდებული ხო ეხლა უკვე ემირით ინიშნა ანუ ემირი ნიშნავს ნუ არ ფაქტიურად ხო არის შუა საუკუნეობრივი მართლობის ფორმა ხო ცხოვრების წესით სადღაც მე მგონი 22 საუკუნეში ცხოვრობენ ხო ფუფუნები სიმდიდრე და ასე შემდეგ მაგრამ აი პოლიტიკური კუთხით ცხოვრობენ მე-17-მე-15 საუკუნეში, მაგრამ ამერიკა ამაზე ხმას არ იღებს, ხო? ნო, აი საინტერესოა, ეს იდეოლოგიური ხმა არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, როდესაც აქვს ქვეყანას პრეტენზია იმისა, რომ მან მთელ სოფლიოში დემოკრატია დაამყაროს, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, შენს პარტნიორ ქვეყანებში და შენს კოლეგა ქვეყანებში, ხო, პარტნიორი და კოლეგა ქვეყანა, სადაც შენ შეგიძლია, მაგრამ იქ ამას არ უყურებს პოლიტიკურ სისტემას, იმიტომ რომ ყველა ეს მისი სატელიტები არიან და დაუშვათ ის მართავს, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას იქ, იმიტომ რომ იქ დახვრეტაც არის, სიკვდილი დასჯაც არის, გაროზგვებიც არის, ყველაფერია, შარიათის კანონი მუშაობს, საემირო ეს შარიათის კანონზეა მიბმული და ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, მისი მოკავშირეები არიან და საქართველოში რომ რამე ხდება დაუშვათ ისეთი ხო, მთელ ამბავს ატეხავენ რომ ეს არის ანტიდემოკრატიული და ასე შემდეგ. დააკვირდით, ხო რა საინტერესო სტანდარტები და მიდგომა ხო. იცით რა მინდა გითხოთ, ჰორმუზის სრუტის კრიზისი, რასაც ირანი იყენებს ამ შემთხვევაში ალბათ როგორც ენერგეტიკულ ბერკეტს, სერიოზულ პრობლემას უქმნის მთელ მსოფლიოს. ნავთობის ფასთან დაკავშირებით არის დიდი კრიზისები, სხვა შორის მსოფლიოს ამ ენერგორესურსების სააგენტომ გამოაცხადა სპეციალური პროგრამაც, რომ
400 მილიონ ბარელზე არის საუბარი სტრატეგიული რეზერვებიდან ქვეყნებმა გამოყვეს სწორედ იმიტომ რომ აი ესე ეს დროებითი მოვლენა როგორც ისინი აფასებენ ჰორმუზის სრუტის დაკეტვას როგორღაც დააკომპენსირონ სტრატეგიულ რეზერვებს ხარჯავენ ახლა ამისთვის მაგრამ მათ შორის იყო ევროკავშირში განცხადებებიც რომ ჩვენ არ გვეშინიაო ნავთობის კრიზისის რადგან ყველა ევროპულ ქვეყანას ვალდებულება აქვს რომ კონდეს 85-დან 90 დღემდე ნავთობის მარაგიო ანუ ისე როგორც გაზის მარაგი კი სამთვიანი მარაგები გვაქვსო ერთი სიტყვით ეს თქვეს თუმცა ნუ ჯერ ერთი ვისაა გარანტია რომ სამთვეზე მეტი არ გაგრძელდება ეს ომი ერთია და მეორე ამის მიუხედავად აშკარად ნავთობის კუთხით არის სერიოზული დეფიციტი მსოფლიოში ირანს აქვს ეს ბერკეტი ამ ჰორმუზის სრუტის დაკეტვის და მე ვფიქრობ რომ ალბათ თუ სამხედრო მოქმედებების კულმინაციაც სწორედ აი ამ ყურის მახლობლად უნდა იყოს ან მისი კონტროლის მოსაპოვებლად მომავალში თუმცა ამას ალბათ დრო გვაჩვენებს საინტერესო არის ამ შემთხვევაში თქვენი მოსაზრება რა კუთხით ჩვენ აქამდე ვიცოდით რომ დასავლური სამყაროსთვის მათ შორის შეერთებული შტატებისთვისაც მთავარი პრობლემა ჩვენს კონტინენტზე და შეიძლება მთელს მსოფლიოშიც და სამყაროშიც ეს იყო რუსეთი რომლის წინააღმდეგაც იყო დაწესებული სანქციები სწორედ ნავთობზე და სწორედ გაზზე რადგან რუსეთი სწორედ ამით შეუვლობდა ფულს მანამდე ეხლა ჩვენ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას რომ რუსეთს დროებით რა თქმა უნდა მაგრამ მოეხსნა ნავთობზე სანქციები კი ბატონო ნუ გარკვეული შეზღუდვების პირობებით რა თქმა უნდა მაგრამ ხდება კვლავ რუსეთის დაბრუნება ერთგვარად და ინტეგრაცია აი ამ დასავლურ ბაზარზე ეს რამდენად შეესაბამება იმ რაღაც სტრატეგიულ გეგმას რაც აქამდე გამოცხადებული იყო რაც ჩვენ აქამდე გვესმოდა და რასაც კინაღა მათ შორის ჩვენი ქვეყანაც გადააყოლეს რომ თურმე ჩვენ როგორ სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით რუსეთს 1000 ბრალდება ამ ხრი მოგვისმენი ეხლა ხედავთ რომ თავად როგორც კი თვითონ მათ საჭიროება დაუდგა თვითონმა მოუხსნეს ის სანქციები რასაც ამდენი ხანი კინაღამ ჩვენ გადაგვაყოლეს რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და გადაიწია პრიორიტეტებში ასე ვთქვათ რუსეთის დაშლის თუ განადგურების თუ დასუსტების გეგმამ და რა პროგნოზი გექნებათ ამ ფონზე უკრაინის მოვლენებთან მე ერთი მინდა თენგო კი კაი კითხვაა ჩემო კარგო და ამ თემაზე უნდა მივსულიყავით მაინც ლოგიკურად ხო იმიტომ რომ მთავარი პროტაგონისტები ამ თემაში გინდა არ გინდა რუსეთია ეხლა უყურე დავაკვირდეთ აი არ ვიცი მე შეიძლება ვცდები შეიძლება სუბიექტური ვარ მიკორიძოებული ვარ მაგრამ დღეს რაც ხდება მსოფლიოში დღეს და განსაკუთრებით აი ეს სირია, ვენესუელა ეს სამკუთხედი და პლუს ეხლა უკვე ბოლოს ირანი ეს მაინც მე მგონია რომ გარკვეულწილად შეთანხმების შედეგია რომელიც მოხდა ალიასკაზე პუტინსა და ტრამპ შორის ეხლა ნუ მისი გარჩევა შეიძლება ძალიან შორს წაგვიყვანს მაგრამ მე ერთი ფაქტორი მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო უბრალოდ მსჯელობის ვიმსჯელოთ ხო შეიძლება ვცდები მაგრამ აი ლოგიკურად მივყვეთ ამ მოვლენებს ეხლა დავაკვირდეთ ეს მაინც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებასთან ხო ომთან 4 წელი გავიდა უკვე და თქვენ სწორედ თქვით რომ 4 წელი ლამის მსოფლიო სამამულო ომი არ გაგრძელებულა ხო 4 წლის განმავლობაში რუსეთს ებრძვის დაახლოებით ნახევარი მსოფლიო ხო 50-ზე მეტი ხალხი უკრაინელების ხელით ის მოცემულობა რაც რუსეთს უნდოდა ანუ ამ ომის საბოლოო შედეგისთვის მან ვერ მიაღწია ჯერჯერობით ვერ მიაღწია ეს ომი გადაიქცა უკვე რუსეთის და თვითონ პუტინის ხელისუფლების ყოფნა არ ყოფნის საკითხად. ნებისმიერი მოცემულობები და კონფიგურაციით, როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი. თუ იქ არ შესრულდა ის რაც რუსეთს აქვს გაცხადებული, ჩათვალეთ რომ შეიძლება თვითონ პუტინის სისტემასაც და მის მმართველობასაც სერიოზული პრობლემები თვითონ რუსეთში შეექმნას. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ეს პერიოდი გამოიყენოს მეტნაკლებად და უკრაინის თემა დაამთავროს. ყველას თავის უარყოფით და შედეგებთან, ხო? ეკონომიკური სტაგნაცია და ასე შემდეგ.
20-ზე მეტი სანქცია და კიდევ სანქცია დაუმატეს, ხო? ეს ასე არ არის მარტივად, იცით, აი სანქცია და ახდება უძლებს ქვეყანა, იმიტომ რომ უდიდესი პოტენციალის ქვეყანა და ინერციით. არ არის ამოუწურავი. არ არის ამოუწურავი და ხვალდაზე დადგება ფაქტის ენაში და იქნება, ხო? ამიტომ რუსეთის მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იყო იმ კუთხით, რომ მან ეს ომი დაამთავროს რამენაირად. რუსეთის მოცემულობა იყო, რომ მას ჭირდებოდა ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი პლუს ხარკოვი და ოდესა. ეს იყო მისი თავდაპირველი მოცემულობა, მაგრამ ხერსონ, ოდესა და ხარკოვი გამოირიცხა, დარჩა ეს მხარე, ხო? აქაც ძიმე სიტუაცია აქვს, იმიტომ რომ არ არის განთავისუფლებული ბოლომდე იმის რა ქვია დონეცკის ხო გუშინ წინაც პუტინის განცხადება იყო რომ 15-17% დაგვსო წარმოგიდგენთ 4 წელი პატარა რეგიონი ვერ განთავისუფლდა ხო სტალინს იყო იმისთვის რომ ბერლინამდე მისულიყო კი ნუ გასაგებია საქართველოში და უნიშნულოვანესი რომელსაც ახლა არ ვიცი არ აქცევენ ყურადღებას და ნუ შეიძლება აქცევენ მაგრამ არ ყოფილა და ჩვენთანაც გაჟღერებული ის რომ ძალიან ძიმე სიტუაცია თვითონ არმიაში ამას არმიის კორუფციაზეა საუბარი. ყველა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვინც კი იყო, ანუ შოიგუსი მოადგილე ყველა დაჭერილია. თითქმის ზოგიერთმა მოასწრო გაქცევა. და ეს გენერლები და არმიის გენერლები პლუს რუსეთის გმირები წოდებით ესე ვიღაცა რიგითები რო ხარ და უამრავი გენერლებია დაჭერილი კიდე ფრონტის სარდლები შიდა პატიმრობა აქვს სუროვიკინი ლაპინი ვიღაცები და გუშინ წინ რამდენიმე დღის წინ უკაცრავად დაიჭერეს პირველი მოადგილე მინისტრის ყოფილი ცალიკოვი რომელსაც ფსბ-მ უკვე 60 მილიონი დოლარის დამადასტურებელი სუპოვა რა ქვია კორუფციული 60 მილიონი წარმოგიდგენთ ეს იყო პირველი მოადგილე მინისტრის თავდაცვის ანუ შოიგუს ყველა მოადგილე დაპატიმრებულია ეს არის უდიდესი კორუფცია ჯარში თქვენ იცით რომ იქ რა ხდება უხარისხო ტყვია წამალი ბენზინის უხარისხო ბენზინი ბრონეჟილეტები საოცარი რასაც პრიგოჟინი ზაღოდა გახსოვთ თქვენ ხო პრიგოჟინი ხო პრობლემები უმძიმესი უდიდესი პრობლემები და პუტინმა შეძლო გადატეხა მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ ეხა საომარი მოქმედება მედის და ყველა ყოფილი მინისტრის მოადგილეები ჯარის ადლებს იჭერენ ეს ასე მარტივად არ ხდება ჯარში შეიძლება ბუნტი მოხდეს ახალი მინისტრი მოვიდა ბელოუსოვი რომელიც არის პროფესიით ეკონომისტი და მან მოიყვანა თავის გუნდი ეკონომისტები რომელიც ცდილობენ ამ კამაში გარკვეულ ჯერ კიდევ ვერ გაერკვენ ისეთი კორუფციული ის იყო რუსეთის არმიაში ხა თქვენ წარმოვიდგინეთ ხო რამდენიმე მილიონიანი არმია და იქ რადონის და როგორი ის იქნება ხო ესეც ხომ ისახება ყველაფერში მე თქვენ დააგვირდით ხო ამ გენერლებს იჭერს არც იუსტიციის სამინისტრო, არც პროკურატურა, არც სპეციალურად შექმნილი დიდი სამსახური, ეს არის საგამოძიებელო კომიტეტი ბასტრიკინის, არა, იჭერს ფსბ. ანუ ის ძალა, რომელსაც უშუალოდ პუტინი ენდობა და მისი ნდობით სარგებლობს, ეს არის ფედერალური სამსახური, ანუ უშიშროების სამსახური, ოღონდ ძირითადად კონტრდაზორითი მიმართულების, ხო? აქ მთელი ის არის აქ ასე ჩემთხვევაში ხო თქვენ ხო ვლადიმერ პუტინს ფაქტიურად მაშვალ რგოლად აი ტრამპი აი ზუსტად ამიტომ მე ასე ვთვლი რომ მოხდა იმიტომ რომ სირია იყო უდიდესი ერაყი და სირია ერაყის ასე გაუშვეს უთელი და სირიას თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ამ ომში უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარებოდა ჩრდილოეთ კორეა და ირანი ხო ირანის დრონები და ჩრდილოეთ კორეას თვითონ ცოცხალი ძალითაც დაეხმარა და ეს იმაში რა ქვია იბრძოდნენ და დაიღუპნენ კიდევ ძალიან ბევრი ჯარისკაცი ჩრდილოეთ კორეის ხო ეს მოხდა ანუ მან გაწერა მან სირია გაუშვა თქვენ კარგად იცით რომ რუსული ბაზა სირიაში არავინ არ შეხებია ეს ბაზა იგივე დარჩა აქაც მოლაპარაკება იგივე მადუროს აი ვენესუელა ხო კლასიკური მაგალითია ის ტრანსპარენტულია ყველაფერი რა მოხდა ვენესუელაში ხო არც სისტემა არაფერი მოკიდეს მადუროს ხელი წამოიყვანეს დაამუშავეს მისი პირადი დაცვა და ლამის პირადი დაცვის უფროსმა ყველანაირი კარტბლანში მისა სპეცსამსახურებს და შეუშვა მორჩა ხო ვენესუელაში ხდება რამე ჩვეულებრივი ცხოვრება აგზელებს ცხოვრებას. ხო არანაირი არც სისტემა ეხლა არ არის უკვე იქ ავტორიტარიზმი, დემოკრატია. არა, უბრალოდ ამერიკამ დაიწყო ვენესუელის ნავთობის გაყიდვა იგივე. ეხლა უფრო მეტნაკლები
დაუშვათ მეტნაკლებად აქაც შეიძლება რახან ხამენეი და მე ვფიქრობ რომ მე ვამბობ რომ ჩემი აზრითაც არა ბევრის აზრი რომ ამ ხამენეის უდაოდ უნდა ჩაითვალოს რომ მან დიდი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა მართლა და თავი შეწერა სამშობლოს რომ მან ზვარაკად რა თავი მოიკლა ფაქტიურად როდესაც ნახა რომ მის გამო ხდებოდა ეს შეაკლა და თავის ოჯახის წევრებიც ხო მეუღლე შვილი ზალი შვილის ხო ეს მართლაც ძალიან დიდი ხლა ვინც არ უნდა იყოს ეს დასაფასებელია სერიოზ ხო აი მან თავი გაწირა არ ჩავიდა სპეციალურად გამოყოფილ საცავში და პირდაპირ სიკვდილს შეხვდა ხო და აი იგივე ვარიანტი ხდება ირანში მე ვფიქრობ რომ აი ეს დაუშვა დაბომბები საჰაერო მეტნაკლებად გაგრძელდება მე მინილდება და ფაქტიურად დაიწყება ხა ტრამპი აცხადებს რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ხო ის ომის მინისტრი აცხადებს რომ ჯერა დაგვიწყია ტრამპის განცხადებები გამომრიცხავი განცხადებები ეს თავის დაზღვევის განცხადებები იგივე ნეთანიაჰუს ეხა თქვენ იცით რომ ნეთანიაჰუ სხვა თავის ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშია მიცემული პასუხისგებაში პლუს ამას ააგის სასამართლოთი სისხლის სამართლის დამნაშავეა ხო ნეთანიაჰუ გადაწყვეტილება კი ბატონო როგორც გენოციდის მომწყობი პალესტინელების პლუს ტრამპზეც იცით რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღზრული მაგრამ აი ერთი ვარაუდი გამოითქვა ისიც რომ დაუშვათ ამითაც შეიძლება ის ყბადაღებული ეპშტეინის გადაიფაროს კი ბატონო თქვენ იცით რომ დაახლოებით 57000 ფაილი გაანადგურა იმან იუსტიციის სამინისტრომ ეპშტეინის ფაილები განადგურებულია მაგრამ არის დარჩენილი სადაც ამბობენ რომ სერიოზულად ფიგურებს ტრამპი და ნუ მოკლედ აი შეიძლება ესეც იყოს ისიც ყველაფერი მაშინ მაგრამ რუსეთიდან გამომდინარე ხო რუსეთის პოზიცია კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ჩემი სუბიექტური აზრია შეიძლება ვცდებოდე მაგრამ შემდეგი იქნება ზელენსკი უკვე მოხდა ყველანაირი შეთანხმების რასაც დაუშვათ შეთანხმდნენ აი ეს ამერიკის და დარჩა ახლა კუბა კუბასაც ძალიან უმძიმესი სიტუაცია კუბა იკვებებოდა ვენესუელის ნავთობით ჩაიკეტა და ახლა აი ჰუმანიტარულ დახმარებებს უგზავნიან ქვეყნები ფაქტიურად ალბათ კუბის თემასაც გადაწყვეტავს ტრამპი და შემდეგ უკვე უკრაინის თემა დადგება. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ამ ნაბიჯებით რუსეთმა უკრაინის თემის გარკვეულწილად დამთავრება ან დროებით გაყინვა, არ ვიცი, რაც გინდათ ის დავარკვოთ, ამას მიაღწევს. ნუ რაღაც ფორმით მიიღებს იმას, რომ აი საზღვარს გაავლებს, იქ ამათ დაიტოვებს, ანუ კიდევ გააფორმებს. ხო, გააფორმებს კი ბატონო და დანარჩენი უკვე ის პირობები რომ არა ნატო დენაციფიკაცია მოხდება უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება და ასე შემდეგ ის პირობები რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები თანახმად და ყველაზე მთავარი ყირიმის საკითხი რომელიც საერთოდ არ განიხილება და ის უკვე რუსეთის შემადგენლობს დე იურეთ მიკი ბატონო აი ეს ალბათ აი ეს თემა იქნება აი მისო და ეხლა ნავთობის ფასების მომატება და უკვე რუსეთის უკვე რუსეთის ბიუჯეტი ეს გარკვეული ნაწილი აგებულია ნავთობზე და გაზზე, ხო, იმპორტზე. Financial Times-ის სტატია იყო სხვა შორის დღეს დილის, ანუ უახლესი მონაცემი არის, რომ ამ კრიზისის ფონზე რუსეთი რასაც შეულობდა იმაზე დღეში პლუს 150 მილიონ დოლარს შეულობს დღეში. საუბარი არის აი იმ ფასნამატზე, რაც აი 13 დღის განმავლობაში გამოიწვია. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, ბარელი ნავთობი, ბარელი არის 159 ლიტრი ბარელი ნავთობი და იქიდან დაახლოებით 63 ეს არის ნედლი ნავთობი, რასაც ყიდულობენ და ამერიკიდან დაახლოებით 60-75 ლიტრი ხო ბენზინი გამოდის, იქიდან გამოდის დიზელი, იქიდან გამოდის საავიაციო ნავთი, კეროსინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ბარელი, ეს რუსული ნავთობი ფაქტიურად გახდა ეხლა წამყვანი, იმიტომ რომ მთელი არაბული სამყარო ყველაზე დიდი ნავთობის მარაგი ვენესუელაშია, შემდეგ არის საუდის არაბეთში, მაგრამ მოპოვების მხრივ ნავთობის პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ისი ყველაზე კი ეხლა. ამიტომ ცოტა აი
ვენესუელის ნავთობი ხარისხით არ ორგა, იმიტომ რომ ვენესუელას არ აქვს ის ტექნოლოგიები, რომ მოიპოვოს და დაამუშავოს, ხო და ასე რომ იქ ცოტა ისეთი რთული მომენტებია და აი აქ რუსეთის ფაქტორი უკვე სერიოზულად მუშაობს, ანუ რუსეთის ნავთობის და თქვენ კარგად იცით, როდესაც რუსეთმა დაამყარა ურთიერთობა, პუტინი ჩავიდა თქვენ თუ გახსოვთ ინდოეთში და შეხვდა ინდოეთს საკმაოდ პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს, ერთადერთი ქვეყანა იყო ინდოეთი, რომელიც რუსულ ნავთობს ყიდულობდა ამ სანქციების გვერდზე ავლით, მაგრამ ინდოელებმა ჭკუა იხმარეს და სანქცირებული რუსული ნავთობი $60-ზე მეტი დოლარად არ უნდა გაყიდულიყო და ინდოელები 53-ად, 45-ად, $50-ად ყიდულობდნენ, ხო? ტანკერებით ძალიან დაბალ ფასში ყიდულობდნენ, რუსები იძულებული იყო სულ არ ყოფილად მიეცათ, მაგრამ მე შემდეგ უკვე ესეც აკრძალა და საერთოდ უკვე დაასანქცირა და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რასაც არ აქცევენ ყურადღებას ამ დაბომბვებით და ამ საომარი მოქმედებებით ერთი საინტერესო მომენტი ხდება, ეს არის ბრიქსი და ბრიქსში შემოვლილი ქვეყნების დაპირისპირება. ახლა ბრიქსის წევრები და დამფუძნებლები იყვნენ არის ინდოეთიც და არის ირანიც და სანამ საომარი მოქმედებები დაიწყებდა რამდენიმე დღით ადრე ისრაელში ჩავიდა პირველი ვიზიტით ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოდი, ხო და იქ ქნესეთში გამოსვლისას მან მხარდაჭერა ცალსახად გამოუცხადა ისრაელს. მოდის წასვლის შემდგომ უკვე დაიწყო ისრაელმა 28 თებერვალს დაბომბვა. ეს ინდოეთის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უმნიშვნელოვანესი და ინდოეთი იცით თქვენ ბრიქსის წევრია, როგორც ირანი და წარმოიდგინეთ, ახლა ბრიქსის ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სხვა შორის ინდოეთშიც არ არის თვითონ პოლიტიკურ წრეებში სერიოზული დაპირისპირება მოყვა ამას. მოდი არის სახალხო პარტიის წარმომადგენელი და სახალხო პარტია არის მემარჯვენე მიმართულების, მას სერიოზული კონკურენტი ყავს ინდოეთის ნაციონალური კონგრესის, ეს არის ცნობილი პარტია ინდირა განდის, რაჯივ განდის, დღეს ეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არის რაჯივ და სონი განდის ქალიშვილი პრიანკა განდი, რომელიც პირდაპირ უდგას ოპოზიციაში უკვე მოდის და იქ სერიოზული დაუშვათ აი პოლიტიკასთან დაკავშირებით. ხო, რა თქმა უნდა, საგარეო კურსთან და ეხა ირანის, ინდოეთის ცნობილი დაპირისპირებები ჩინეთთან, პაკისტანთან, იმ ცნობილი ავადსახსენებელი იმისი ოლქის დაპირისპირება, ხო? ჯამუ და კაშმირი. მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა, როდესაც 47 წელს ეს მხარე იყო, მათ ეძახოდნენ ბრიტანეთის ინდოეთი, სადაც ეს არ იყო არც პაკისტანი, არც ბანგლადეში, იქ შედიოდა ამ ბრიტანეთის ინდოეთი იყო დღევანდელი ნეპალი, ბუტანი, ბანგლადეში, შრი-ლანკა, ყველა ეს ქვეყნები და ინგლისელებმა გააკეთეს ძალიან მამპროვოცირებელი, რომელიც დღესაც აი ნელი მოქმედების ნაღმია, რომ მან ხელოვნურად გაყვეს ინდოეთი, გაყვეს ხაზი, გაავლეს და ეს იყო ინდოეთი გაყვეს რელიგიური მოცემულობით, ანუ ინდოეთის მხარეს დარჩა ინდუსები და პაკისტანის მხარეს დარჩა ინდოელი მუსულმანები, სუნიტები. პაკისტანის ქვეყანა არ არსებობს, პაკისტანი არის ხელოვნური წარმონაქმნი, თვითონ პაკისტანი აკრონიმი, პაკისტანი იშიფრება როგორც პენჯაბი, ავღანეთი, კაშმირი და ასე შემდეგ. ანუ ხელოვნური წარმონაქმნია, რა თქმა უნდა, იქ ინდოელები არიან, უბრალოდ მუსულმანი და 240 მილიონი. შემდგომ უკვე პაკისტანს გამოეყო ბანგლადეში შტატებს ძალიან საშინელი როლი ჰქონდა მაგ შემთხვევაში და პერმანენტული ომი აქვს. ერთადერთი ინგლისმა ვისაც ვერაფერი ვერ უყო, ეს არის ავღანეთი. ავღანეთი მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, ავღანეთის არის ირანული მოდგმის ხალხი, ავღანური ენა პუშტუ და დარი, ეს არის ფაქტიურად სპარსული ენის განაყოფი, იგივე შუა აზიის რესპუბლიკებიდან ერთადერთი რესპუბლიკა არის ტაჯიკეთი, რომელიც არის ირანული წარმოშობის და ტაჯიკეთი ესაზღვრება ავღანეთს, საბჭოთა კავშირიდან 3 რესპუბლიკა ესაზღვრებოდა და ყველაზე დიდი საზღვარი ავღანეთს აქვს ტაჯიკეთთან
და უამრავი ტაჯიკი ცხოვრობს და უზბეკი ავღანეთში და თუ გახსოვთ თქვენ ავღანეთში როცა საბჭოთა ჯარის ომი მიმდინარეობდა დუშმანების ერთ-ერთი ძლიერი ლიდერი მხარე იყო უზბეკური წარმოშობის დუსტუმი და იქ უამრავი ეთნი ავღანეთის ასეა ჰეტეროგენული ჭრელია საკმაოდ და იქ უამრავი უზბეკები ცხოვრობენ ტაჯიკები ცხოვრობენ და ასე შემდეგ უბრალოდ პუშტუნები საკმაოდ შეკრულები არიან და მათ გადაძლიეს და შექმნეს მეომარი ხალხი ინგლისმა ვერაფერი ვერ უყო და მაგ ფაქტიურად ყოველთვის ინგლისმა კი არა მე მგონი მაკედონელი დამოყოლებული მე ბოლო პერიოდს ვიზახი როდესაც ინგლისს უნდა და საერთოდ და კიდე მინდა ერთი ძალიან საინტერესო ჩვენს მაყურებელს შევახსენო ამ ავღანეთთან და ინდოეთთან დაკავშირებით 1800 პირველ წელს იყო გადაწყვეტილი ინდოეთის დაპყრობა ნაპოლეონ ბონაპარტსა და რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს შორის არსებობდა ფარული მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ჯარი 35000 ფრანგი სამხედრო 35000 რუსი სამხედრო ფრანგები წამოვიდოდნენ დუნაით და ვოლგის დელტაში ასტრახანში შეხვდებოდნენ რუსებს 70000 კაცი კასპიის ზღვით გადავიდოდა ავღანეთში ირანში ირანიდან გადავიდოდა ავღანეთში და ავღანეთიდან უნდა შესულიყო ინდოეთში ანუ ნაპოლეონს უნდა ჩაეტარებინა ექსპედიცია ისე როგორც ეგვიპტეში ჩაატარა ანუ რამდენად ვიცი აი ეგვიპტის ექსპედიციის მიზანი საბოლოო ეგ იყო რომ ინდოეთთან უნდა გასულიყო და ზუსტად კი ბატონო ზუსტად ეგ იყო მან ფარული მოლაპარაკება გამართა პავლე I-თან მაგრამ მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი რომ საკმაოდ ძლიერია ინგლისის სპეცსამსახურები და ეს ფარული მოლაპარაკება გაიშიფრა ინგლისის სპეცსამსახურებმა ეს გაიგეს და მოხდა ის რომ პავლე I მოკლეს 1801 წლის 1 მარტს და აი ახლა ისტორიკოსების და მეცნიერების კვლევარების ადასტურებენ რომ ამ შეთქმულებაში ძალიან დიდი როლს ღებულობდა იმჟამით ინგლისის ელჩი რუსეთში და მისი ფულითაც ფინანსდებოდა იაშვილი იყო მონაწილე რა თქმა უნდა ეს იაშვილი რომელიც 1812 წლის გენერალი იაშვილი კი ბატონო და არის ის ვარაუდი ვერსია რომ ზუსტად ამის გამოც მოიცილეს ინგლისელებმა პავლე I როგორც კი პავლე მოკლეს აი ეს პროექტი ჩაიშალა ავღანეთიდან ინდოეთის დაპყრობა თორე ეს გადაწყვეტილი იყო და ის კი არა იმჟამინდელი გენერალი შემდგომ იყო მარშალი მასენა დანიშნა ამ ჯარების გაერთიანებული ჯარების სარდლად ნაპოლეონი. აი ძალიან საინტერესო მომენტები იყო და აქ ინგლისის როლი ეს რეგიონალური ხა წარმოიდგინეთ არაბეთის სამყაროს ინგლისის იყო მთლიანად აი ესეც ინდოეთის წარმოიდგინეთ რა ქონება აქ წამოღებული ხო დღეს ვერ ითვლიან ვერ შეაფასეს იმდენი ქონება აქ ინდოეთიდან წამოღებული და იმ რეგიონიდან ხო პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე იყო ბრიტანული ინდოეთიდან წამოღებული ხო ამიტომ აი ეს ცოტა საინტერესო აი ეს არის მინდა გითხოთ საქართველოს როლზეც აი ამ ყველაფერში ჩვენ ხშირად ვამაყობთ და გვახარებს ის ამბავი გვინახავს რუკა ძალიან პოპულარული იყო ბოლო დღეების განმავლობაში სადაც აი ჩვენი რეგიონის პლანეტ რუკა ჩანს ირგვლივ ყველგან ცეცხლია გვახარებს რა ანუ თავად ის ფაქტი გვახარებს რომ ჩვენთან არ არის ამ შემთხვევაში აი თითქოს საქართველოს კავკასია ამ შემთხვევაში ერთადერთ უსაფრთხო დერეფნად რჩება ხო აი ამ რეგიონში მთლიანად რამდენად სწორი არის თქვენი აზრით ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს პოზიციები რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო ჩვენ მაგალითად ვნახეთ სამძიმრის წერილები მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან რომელიც გავრცელდა როგორც ირანის მიმართულებით ისე ვისაც ირანმა დაარტყა იმ ხალხის მიმართულებითაც ყველას ფაქტიურად გამოუცხადა სამძიმარი ჩვენმა მთავრობამ. ვნახეთ ასევე ახალი სულიერი ლიდერის არჩევის მილოცვას პრემიერის მხრიდან, რასაც მოყვა მე ლიბერალების მხრიდან ძალიან მკაცრი კრიტიკა. თქვენ როგორ აფასებთ, რამდენად სწორი არის ჩვენს პოზიციაში მყოფი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პოზიციონირება? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მიუხედავად დაუშვათ ჩემი პოლიტიკური გემოვნებისა და კუთვნილებისა ხო და ხედვისა დაუშვათ აბსოლუტურად ვეთანხმები და ძალიან სწორი
სახელმწიფოებრივი მიდგომა არის, როდესაც ასეთი სიტუაცია და ასეთი ხდება, ეს უბრალოდ არა მარტო პიროვნული და არა სახელმწიფოებრივი ხედვის გამოხატულება. ეს აუცილებელია, ეს მკაცრი პროტოკოლია, მაგრამ ხო შეიძლება პროტოკოლებიც ირღვევა. ძალიან სწორი და პრაგმატული მიდგომა, ჩვენ ერთი რაღაცა არ დაგვავიწყდა ეს თენგო. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენიც ხო ჰეტეროგენული ქვეყანა ვართ, ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ ჩვენ ქვეყანაში 500,000-ზე დაახლოებით ხო მუსულმანი ცხოვრობს ისლამის მიმდევარი ჩემო კარგო. აქ ყველანაირი პროვოკაცია ღმერთმა დაიფაროს, ხო? შეიძლება მოსალოდნელი და ვიღაცა ძალებმა სპეციალურად მოახდინო პროვოცირება. ჩვენ საკმაოდ დინამიური და საკმაოდ გათვლილი პოლიტიკით მივახციეთ იმას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩვენ არ ჩავერთო, წარმოიდგინეთ, ხო, 500,000 საქართველოში სომეხი ცხოვრობს და 500,000 თითქმის მილიონამდე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ მეზობლად ომი მიმდინარეობს და ჩვენ იმდენი შევძელით, რომ ჩვენ ავიცილეთ და დღეს საქართველოში მაცხოვრებელი იმ დროსაც სომეხი და აზერბაიჯანელი მტერი კი არა თითქმის მოყარებდნენ ერთმანეთს და თითქმის არის რეგიონები, სადაც ერთად ცხოვრობდნენ. ახო, სამხრეთ საქართველოში არ ყოფილა არანაირი ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება. ეს უდიდესი მიღწევა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიის შესაძლებლობები, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ამის ფუფუნების უფლება. აქვს დაუშვათ აზერბაიჯანს, ხო, ფუფუნების უფლება და აზერბაიჯანი 5 ფრონტზე იმაშება, იბრძვის, ხო, იქ ისრაელის მომხრე არის და მისი სტრატეგიული მოკავშირეა, ბაქოს ნავთობით რამის ისრაელი ჯარია შეერაღებული, ანუ ბაქო თურქეთიდან გადის ისრაელში მიდის, ამას გარდა აგერ მისი დაუშვა სისხლი ხორცი ნათესავი ნაწილი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ ირანში, ხო ამდენი. თქვენ იცით რომ ეს აზერბაიჯანელები კი არა, იქედან ჩამოსული ეს აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანის სახელმწიფო არ არსებობდა, ჩემო კარგო. ისევე როგორც სომხეთი არ არსებობდა, ხო? და ეს ყველა რუსული ის არის მათი საიდანაც იქედან წარმოვიდნენ, თვითონ აზერი ტერმინიც არ არსებობს ასეთი რაღაცა. შემდგომში მოგონებსა თურქები არიან. ხო და ნუ ეხა ის სხვა იმაში წავიდა ზუსტად იქედა რუსეთ-ირანის ომის პერიოდში არიან წამოსულები ესენი იქედან 1928 წელს რომ მორჩა. ეს ძალიან საინტერესო თემაა, ჩვენ თუ გვექნება საშუალება კავკასიის აი ამ მიდგომებთან დაკავშირებით ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო მომენტებია ისტორიული პარადიგმები და ისტორიული ნიშნები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ მოცემულობით დღეს რაც არის, აბსოლუტურად სწორი მიდგომარი, აბსოლუტურად ვეთანხმები, აი ასე უნდა ნეიტრალიტეტი. აქაც იგივე ისრაელის სახელმწიფოსთან აბსოლუტურად დამოკიდებულება და იქაც არაბულ სამყაროსთანაც აბსოლუტურად აი ესეთი პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ იმის ფუფუნება, რომ ჩვენ რაღაცა მხარე გავხდეთ და დავიჭიროთ, იმიტომ რომ ხვალდაზე ჩვენ არ ვიცით რა მოხდება და აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ რატომღაც ეჩვენებათ ჩვენს საზოგადოების აი ამ ნაწილს, რომ დღევანდელი დღით ხდება და წყდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს არ არის 3000 წელია მეზობელია ჩვენი ის ირანი და რა თქმა უნდა. კავკასიაში მასპინძელი იყო ირანი საერთოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და როგორია დაუპირისპირდა სამყაროს ასე. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ახლა ჩვენ ჯიხადზე ვისაუბრეთ, ჩვენ რაღაცა მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ხო, ესენი აფინანსებენ ეგ ტერორისტულ ორგანიზაციებს და ხო, აკმულია. მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი და ჰეზბოლაც პოლიტიკურ პარტიებად გადაიქცნენ და თავის ქვეყნებში არჩევნები მოიგეს, მაგრამ ნუ დავანებოთ თავი, ხო, არის ხო, ეს შეიტური მიმართულების, ნუ თუმცა ჰეზბოლა სუნიტებია, ჰამასი, ხო და ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, ხო? აბსოლუტურად სწორი გათვლა არის და ვისაც უნდა რა უნდა ის ილაპარაკონ, მაგრამ შედეგების მიხედვით ჩვენ ვატყობთ, რომ ეს იქეთკენ მივდივართ, ნუ ფაქტიურად ნეიტრალიტეტი გამოდის რა. ეს მისაღებია, ჩვენ არა კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველანაირად უნდა შევიკავოთ თავი და მე ერთი მინდა სანამ დამთავრდებოდეს კიდევ ერთხელ, აი უამრავი წერილები ბეჭდება, უამრავი ექსპერტები, რა ვიცი, გამოდიან სოციალურ ქსელებში იქაც და მაქსიმალურად შემithოვნა იქნება, არ ვიცი, ახლა გაითვალისწინებთ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ.
მაქსიმუმ, იმიტომ რომ ამას ჩვენს გამოსულებს და ნაწერებს კეთილმოსურნეების გარდა ჩვენი მტრების და ჩვენი მოწინააღმდეგეების კითხულობენ. ისე არ მოხდეს, ხვალდაზე მოხდეს რამე სიტუაცია და მაგიდაზე დაგიდონ თქვენი გამოსულები. შევეშვათ აი ეს აშკარად პროირანისტულ პოზიციას, აშკარად პროისრაელის პოზიციას და აი რა ვიცი თავს კი ბატონო, ყველას აქვს უფლება და გემოვნების თემაა, ხო? მეც დაუშვათ მომწოს ისრაელი, მომწოს ირანი ან თქვენს თემო, ხო? ვის რა უფლება აქვს? მე მაქვს ამის ფუფუნება, მაგრამ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ გამოვიდე და მე ვილაპარაკო თავზე მოგო აი ამ სიტუაციაში. როდესაც ასეთი დაძაბული ვითარება და შეიძლება ერთმა სიტყვამ და ერთმა გამოსვლამ ის იმას არ უყურებს, იცით, რომ აი ეს ოპოზიციონერი გამოვიდა თუ პოზიციონერი, ისი თუ აი საქართველოში არის ძალა, რომელიც ამას ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, როგორც ისევე როგორც ჩვენ არ უყურებთ ხოლმე ხანდახან აი მოვისმენთ რომელიმე ევროპარლამენტარის გამოსვლას მოგვეწონება გულზე მოკვდება, სინამდვილეში ის შეიძლება საერთოდ არანაირი გავლენის მქონე არ არის. ხო და აი ზუსტად ეს ხო არ არის სახელმწიფო პოზიცია, მაგრამ იმას შენ ვერ დაუმტკიცებ ეს სახელმწიფო პოზიცია, თუ რომ გამოდიხარ ამტკიცება ეს არის გასაგებია შენი არავის არ აქვს უფლება რომ შენი გემოვნების თემაში, მაგრამ გავითვალისწინოთ კონიუნქტურა, თუ ქვეყნის პატრიოტები ვართ, ამ დროს უნდა დავივიწყოთ პოზიცია, ოპოზიცია და პარტიული კუთვნილება. შენ ხარ შენი ქვეყნის მოქალაქე და პირველ რიგში პატრიოტი, რომ შენ ქვეყანას არ დაუშავდეს რამე. აი აქედან უნდა გამოვიდეთ. გეთახმებით სავსებით და მით უმეტეს სამწუხაროდ მართლაც ბევრი ისეთ პოზიციები მოვისმინეთ, რასაც ალბათ მტრული პროპაგანდა ძალიან აყოფიერად გამოიყენებდა თუ კი ამის შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ბატონო მამუკა გადაცემაში მონაწილეობისთვის და უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. იმეს ვიტოვებ, რომ მომავალშიც გვექნება არა მხოლოდ ამ თემაზე, კიდევ ბევრ თემაზე საუბრის საშუალება თქვენთან. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებზე, ამ ყველაფრის ისტორიულ გენეზისზე და აქედან გამომდინარე იმ ანალიზზე, რაც შეიძლება მომავალთან დაკავშირებით გქონდეს. მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებით. დიდი მადლობა, დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. ნახვამდის. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.